მე მახსოვს ზუსტად ამ სტუდიაში ვისხედი ჩვენ, როცა მელიას პირველი დაკავება მოხდა და რო შევადაროთ როგორ ასე ვთქვათ სუვერენისტულ ფორმაშია სახელმწიფო დღეს და როგორ იყო მაშინ. მე ვიტყოდი რომ ალბათ ერთი 10 ჯერ უკეთესია დღეს, იმიტომ მაშინ ნერვიულობდი. მაშინ იყო მე მახსოვს, მოდი არ დავავიწყოთ, პრემიერის გადადგომა მოყვა, ხო? ნუ ეგ პრემიერი მოღალატე იყო და საბაბს ეძებდა, მაგრამ მაინც არა ებათა ღელვა იყო და მაშინ ისინი მართლა საქართველოს უყურებდა კი ბატონო. დღეს ახლა აი შემთხვევით გაგვახსენდა. ლაპარაკში ანუ ეს კეჩოშკელი მოყიდეს და წაიღო. ჩვენ გავიხსენოთ ისიც რომ იმ ევროკავშირის და შუამავლობით იყო რომ მე ამათ გადააფარეს კალთა ხო მე და მელია გამოაშვებინეს და რატო ხდება ეს ანუ ესეც აჩვენებს იმას რომ როდესაც ქართულმა ოცნებამ აირჩია სწორი პოზიცია, სუვერენისტული პოზიცია, დღეს აღარ არის პრობლემა, რომ ვიღაცა პოლიტიკოსი ჩვენ ხა არ გვიხარია ცხადია, როგორც ასეთი ცალკეული ადამიანი ციხეში ჩასვლა. სხვა გზა არ არის. თვითონ რომ სპეციალურად ანუ ხო მიპროვოცირებას ახდენს, რეალურად ის თანხის არ გადახდა იყო სამაჯურის სროლის აქტის გამეორება პატარა დონეზე